თქვენ საერთოდ თავს როგორ გრძნობთ, ანუ გინდათ პოპულარულები გახდეთ, იყოთ უფრო წარმატებულები და მდიდრები, მაგრამ გეშინიათ ხალხის გაღიზიანების. ერთხელ შემხვდა მეტროსთან ჩემი ძალიან ძველი ნაცნობი. და ტიპი მეკითხება, რა საკეთებ, რა შობიო? მეთქი, რავი, ბლოგერი ვარ, მოგზაურობ სოფლიოს გარშემო, ონლაინ ბიზნესი მაქვს და ასე შემდეგ. ყველაფერი ჩამოუყალიბე, თვითონაც იცოდა, მაგრამ მაინც მკითხა. და დგას ასე და კი, მაგრამ გადავხედე კომენტარებს და ძალიან ბევრი ცუდ რაღაცას გიწერსო. ანუ ძალიან ბევრს გონია თუ ვიღაცა რაღაც სულს გიწერს, ესე იგი არ ღირს შრომად. ესე იგი არ უნდა გადალახო კამერის კომპლექსი, ესე იგი არ უნდა გახდე პოპულარული, ესე იგი არ უნდა დაიკიდოს ხვისი აზრი, ესე იგი არ უნდა გახდე წარმატებული, არ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრებით. თუ არ გინდა ხვისი გაღიზიანება, რას მიკეთებ საერთოდ ცხოვრებაში? თუ შენ ვიღაც გამოსირებული ანზორიკას კომენტარი გაჩერებს მოქმედებისგან, შენ ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ. ამიტომაც მოიშორე სისულელი, რომ არა ვინ არ მინდა გავაღიზიანო, საკუთარი თავი არ დავკარგო, თორე ისე არ მინდა მივახციო წარმატებას, ვერც ვერასდროს მიაღწევ. როგორ გინდა სხვანაირად? სხვას არ აღიზიანებ და ისე გინდა მიაღწიო წარმატებას, ხო? რატომ არ უყურებ მონეტის მეორე მხარეს? ნაწილს შენ გააღიზიანებ შენი არსებობით, ნაწილი კი შეგიყვარებს. და ვინც ყველაზე მეტად შეგიყვარებს, გენდობა და შესაბამისად გახდება შენი პროდუქტის მყიდველიც. მოიშორე ეს ნეგატიური აზრები, ეხლა რას გაწუხებს? გააღიზიანე ის, ვინც გასაღიზიანებელია და აუცილებლად გეყოლება ის ადამიანები, ვინც შეგიყვარებს და გენდობა. ამას რაღაც ფასი უნდა გქონდეს. მსგავს საფასურს რო არ იხდიდე, ესე მაგრად არ დაგიფასდებოდა ცნობადობა სოციალურ ქსელებში. თუ გინდა კონტენტის შექმნა და დაიკიდო ანზორიკას აზრები, მომწერე პირადში და გავისაუბროთ.